იყო ვინმე ბერი წმინდა და ღმერთ შემოსილი და სრულსა საზომსა მიწევნილი. დღეს აერცა ევედრა ღმერთსა და სთქვა. უფალოვნებავს რათა ვიხილოს სული ცოდვილისა და მართლისა, თუ ვითარ განვალს ხორცთაგან. ხოლო წყალობა ურაცხელმან ღმერთმან ისმინა ვედრება მისი და განგებულებითა კაცთმოყარებისა თვისისათა მოიყვანა იგი ერთსა ქალაქთაგანსა. და დაშდა ბერი იგი გარეშე ქალაქისა მის, სადა იგი იყო მონასტერი, რომელსა შინა იყო მონაზონი ვინმე, დიდად სახელოვანი და ფრიად განთქმული ერთსა შორის, ხოლო საქმით ხენეში. და იყო იგი სნეულ და მოელოდა ჟამსა სიკვდილისასა. იხილა ბერმან ფრიად გამზადებულება კეროვნებისა და ლამპრებისა მრავლისა. და ყოველი იგი ქალაქის ტიროდა მისთვის და იგლოვდეს მეტყველნი, ვით არამედ პურსსა და წყალსა ამისითა ლოცვითა მოგცემდეს ჩვენ ღმერთი. და ვით არცა მოიწია ჟამი ჭირისა, იხილა ბერმან მან განგებითა ღვთისათა, რამე თუ განეღო ტარტაროზე ჯოჯოხეთისა და აჰა ესერა მოიწივნეს ლახროსანი ცეცხლისანი, რომელთა აქვდათ სამპირები ლახვარნი ცეცხლისანი ხელთა მათდა. და ხმაი ისმა ზეცით ვით არამედ, ვით არცა არაოდეს განმისვენა სულმან მაგისმან ერთსასა ჟამსა, ნუცა შენ მაგას შეიწყალებ არამედ სტანჯე ეგე და სასტიკებით აღმოსწოდე სული მაგისი და არც აღაოდეს განისვენოს მაგან ყოველთა მათ საუკუნეთა. მაშინ შთასა სამპირი ლახვარი ცეცხლისა პირისა მის ანგელოზმან რისხვისამან უწყალოდ და მრავალ ჟამს სტანჯა იგი გვამსაშინავე და მერმეღა აღმოსწონდა სასტიკებითა საშინელითა სული იგი უბადრუკი. ვით არმცა იხილა ისე ბერმან შეზრწუნდა და განციფრებული სტიროდა და იტყოდა. ნამდვილვე სიკვდილი ცოდვილთა ბოროტარს, ვით არმცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით. ამისა შემდგომად შევიდა ბერი იგი ქალაქად და აჰა ესერა იხილა სხვა სახილველი, რამე თუ ძმა ვინმე უცხოი ქვემდებარე იყო უბანთა ზედასნეული და არცა ერთი ვინ აქვდა მოღვაწებად მისა. და დაადგრა მის თანა ბერი იგი დღეერთ. და მოიწია რა ჟამი მიცვალებისა მისისა, იხილნა ბერმან მიქაელ და გაბრიელ ერისმთავარნი, ძალთა მათ ზეცისათანი, რამე თუ მოვიდეს განყვანებად სულისა მისისა და დაუსხდეს იგინი ერთი მარჯვენით მისა და ერთი მარცხენით და სთხოვდეს კბილად სულსა მას წარყვანებად. ხოლო მას არაენება წუთხა დატოვება იხორცთა. რქვა მიქაელ მთავარანგელოზმან გაბრიელ მთავარანგელოზსა, აღმოსწოდე სული ეგე და წარვიდეთ. რქვა მას გაბრიელ მთავარანგელოზმან, ბრძანებულ ვართ მეუფისაგან ჩვენისა, რათა უტკივრად განვიყვანოთ ეგე და აძვერ ძალგვიც იძულებათ მაგისა. მაშინ ღაღატყო მიქაელ უფლისა მიმართ ძალთა ხმითა შვენიერითა. უფალო ძალთაო, რა იბრძანო სულისა ამისათვის, რამე თუ არაჰნებავს გამოსვლაი. და მოიწია ხმაი მეტყველი. აჰა ესერა მე მოვავლინო დავით ქნარითა და ანგელოზნი გალობითა, რათა განაწყნონ მათ გუნდი გალობისა. და ეს მას სიამე სიამტკბილობისა მის და გამოვიდეს სიხარულით სული მაგისი. და ესრეთ ყოვლითა პატივითა მოიყვანეთ ეგე ჩემდა და ნუცა ერთსა რას იძულებასა შეამთხვევთ. და მეხსაშინა გარდა მოხდა დავით და მისთანა ყოველნი მგალობელნი და გარემოადგეს სულსა მას სანატრელსა და იწყეს ქებად მისსა და გალობად ხმითა ყოვლად საწედელითა და ტკბილითა, რომლითა სიამოვნებისაგან და ზატიკობისა გამოგრთა სული იგი სიხარულით და შევარდა ხელთა მიქაელისათა. და ესრეთ დიდებითა მით გამოუთქმელითა და ბრწყინვალებითა თვალჩეუდგამითა და ქებითა საკვირველითა აღიყვანეს ზეცად სული იგი ყოვლად სანატრელი, რომელცა ქვეყანით ვიდრე ცადამდე მოგებოდეს დასნი და დასნი ბანაკნი ანგელოზთანი და ეტყოდეს. გიხაროდენ სულო მართალო, შევეთ სიხარულსა უფლისა შენისასა, რამე თუ მიგელის შენ სიმართლისა იგი გვირგვინი. ესე ვითარითა დიდებითა და პატივითა აღიყვანეს წინაშე მეუფისა ყოველთასა. ამისთვის იტყვის დავით. პატიოსანა არს წინას შეხვთისა, სიკვდილი წმინდათა მისთა. მისსა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.